შეშლილი კობახიძე ბაქოში თავიანთ უფროსთან. ადრე ახლა იმის რა ქვია დიდი იმპერიების წინ მაინც ვიყავით სატელიტები, თქვათ იქ მონგოლების, სპარსების, თურქების, არაბების, რუსების. ხო? ეხლა ვართ მათ შორის ალიევის სატელიტები. იქ ჩადიან კურთხევის მისაღებად, ის ხალხს უბოძებს, კურთხევას მისცემს, მინისტრები, პრემიერები, პრეზიდენტები რა დონეზე დასცა ქართული თავმოყარეობა სახელმწიფოებრივი აი ამ ტერმა ჩვენმა ჭორველ პუტინიჩმა. ხოდა ჩავიდა ეს გაბურძნული შეშლილი ერთ სული მაქვს, მე თვითონ შევკრეჭავდი რომ მომეცეს საშუალება აი ამ არსებას. ნუ მამამისი მაინც არ წუხდება ამის დანახვით. ახალ გაგიჟებულს გავს, ახალ გაგიჟებული მხედველობაში მაქვს, ჯერ არ უმკურნალია და არ გაუკეთებია დამაწყნარებლები რა. ხოდა ჩავიდა იქ თქვენ ხარ ჩემი ბატონი და მოილაპარაკეს ახალ ტარიფებზე. ეხლა თურქმენეთის ნავთობი და ენერგორესურსები საქართველოს გავლით მიემართება ევროპისაგან, ეს მილიარდებით მოგება წესით საქართველოს ბიუჯეტისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს ბიუჯეტი ივანიშვილის ჯიბია. ამიტომ იქცავა ეგ ყველაფერი. სამწუხაროდ თუ დასცალდა, რა თქმა უნდა, ამის გარდა ახალ ტარიფებზე გააგრძელეს ბაქო ჯეიხანის და შაჰდენიზის მოქმედების ვადა 20 წლით და იქ გასაიდუმლოებულია პუნქტები, რამდენი მილიარდი ორ თქმდება, ამას აუცილებლად გავიგებთ, როგორც კი ივანიშვილს გადავიყვანთ გლდანის საგამოძიებო იზოლატორში და იმ ფულს უკან მოვატანებთ, ეჭვია შეგეპაროთ. ეჭვია შეგეპაროთ, მე ვარ პასუხისმგებელი ამაზე თქვენს წინაშე, თქვენი შვილების წინაშე. დიახ, ხო და დღეს კიდევ აი ესეთი მორიგებების დღე გამოდგა ამ ორ მაფიოზურ ოჯახს შორის ამჯერად ბაქოში. წინაზე ის იყო თვითონ ის შეუმდგარი ბონაპარტეს ასე ვთქვათ პროვოკაცია. მდინარეზე ხო ბერიას პროვოკაცია და ის ბონაპარტეს პროვოკაცია, ბონაპარტე როგორია თავი ალიევს სიამდვილეში, რო არა პუტინის და ერდოღანის გარიგება ვერავითარ ყარაბაღს ის ვერ დაიბრუნებდა, როგორც საკუთარ ყურებს ვერ ნახავდა უსარყოფ. მაგრამ ნუ ეგ სხვა საკითხია, კი ბატონო, ჩვენ ახლა აზერბაიჯანელი ხალხის ერთიანობა და სიმშვიდე და ბედნიერება ძალიან გაგვიხარდება, თუმცა არ გაგვიხარდება, როდესაც ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ჩვენ ვნებას გვაყენებს. ეს ძალიან ცუდია და იმედია ეს დამთავრდება, მაგრამ როგორც კი აქ ეროვნული ხელისუფლება მოვა და ეს ბანდა მოღალატეების იქნება გარეკილი. თუ საჭირო გახდება საქართველოს გამო ტრამპსაც გადავიკიდებ, როჩილდებსაც გადავიკიდებ, რეიგანსაც გადავიკიდებ და რუზველტსაც გადავიკიდებ. ვიმეორება ეს ეპიტაფია სიმონიკა ბერეჟიანის საფლავზე ლევილში, პარიზში. თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, დემ მტრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო. აი ეგ არის ჩვენი პრინციპი, დიახ.